როგორც უკვე აღნიშნეთ, გჭირდება რაღაცა სქემა, ხო, რომ დავალაგოთ რაღაც გონიერი საზომი, რომ სქემა დავალაგოთ ფილოსოფიის ისტორიისა. რაღაცა კანონზომიერებით უნდა დავალაგოთ ეს ყველაფერი. თუ არ გვინდა რომ ჰეგელივით დავალაგოთ, რომ ეს არის უბრალოდ ისტორიული სულის, აბსოლუტური სულის განვითარება ისტორიაში, და თუ ჩვენ გვინდა ფხიზელი გონებით უბრალოდ იდეების ისტორიას გადავხედოთ, ანუ ფილოსოფიის ისტორიას გადავხედოთ და ფხიზელი გონებით ვიპოვოთ რაღაც საზომი, რომელითაც ერთმანეთს შევადარებთ ამ ავტორებს, ცნობილ ავტორებს, ვირჩევთ ისეთებს მათ შორის, ვისაც დღემდე გავლენა აქვს დიდი. ხო? და ვინ არიან ესეთები? მათ ჩამოვთვლით და უნდა ვთქვათ ასევე, რაზე აქვთ გავლენა, ხო? რომ არ გამოგვივიდეს რაღაცა ზოგადი საუბარი, ზოგიერთები რომ საუბრობენ და ყვებიან და მოთხრობასავით ყვებიან იმას, რასაც მოყვებოდა ხელოვნური ინტელექტი დღესდღეობით უკვე. უნდა დავასახელოთ საზომი, უნდა დავასახელოთ რა კანონზომიერებას ვეძებთ და რომელი არიან გამორჩეული მოაზროვნეები. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ უნდა ავიღოთ საფუძველთა საფუძველი, მთავარი იდეა უნდა მოინახოს, რომლის გასწვრივაც ხდება აზრის გამოთქმა. და ამ შედარებითობით შეგვიძლია მთავარი იდეები ჩამოვაყალიბოთ ყველაზე გავლენიანი მოაზროვნეების. ხო, ესე იოლი იქნება ყველასთვის გაგება რა არის მთავარი იდეა და ამ მთავარ იდეას როგორ ეხმაურებიან ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსები დღემდე. ფილოსოფიის მთავარი იდეა შეიძლება გამოცხადდეს ის, რაც სოკრატემ იპოვა, აღმოაჩინა, შეიძლება ითქვას, როგორც ობიექტური საზომი პრაქტიკულად ყოველი ცნების და ყოველი მოვლენის, ხო? იგი პრაქტიკული ფასეულობებიდან გამოდიოდა, პრაქტიკული მორალიდან გამოდიოდა, ასე ვთქვათ, და მაგალითად ავიღოთ სამართლიანობა, ხო? და სამართლიანობის მაგალითზე ამტკიცებდა იმას, რომ არსებობს ობიექტური სამართლიანობა. ანუ ის, რასაც შემდეგ პლატონი უწოდებს იდეას სამართლიანობის. ანუ ობიექტური საზომი ყველაფრისა, რასაც ვფიქრობთ, რასაც ჩვენ განყენებულად ვფიქრობთ, ყოველდღიურობაში ვფიქრობთ ცნებებზე, რომლითაც ვცხოვრობთ, ჩვენ ფიზიოლოგიური ცხოვრება დამოკიდებულია ცნებებით ცხოვრებაზე, არ დაგვავიწყდეს ეს. ხოლო ცნებებით ცხოვრება დამოკიდებულია აი ამ განყენებულ რაღაც საზომებზე, ხო? რა არის სამართლიანობა, რა არის სიჭკვიანი, რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის წესიერება და რა არის უწესობა. ეს ყველაფერი არის საფიქრალი, საზომია მოსანახი, საზრისია მოსანახი საქციელებისა, თუ კი განსაზღვრეთ ეს ცნებები და ამ ყველაფრის მიღმა სოკრატე იწყებს და ამით იწყებს ფილოსოფიასაც, ისეც როგორც დღეს ამას ჩვენ ვიცნობთ, იწყებს იმითი, რომ აცხადებს ობიექტურ სამყაროს, რომელსაც ერთი საფუძველი აქვს. დავარქვათ ამ საფუძველს ობიექტური სიბრტყე, საზომების სიბრტყე, საზრისების სამყარო. ხო, იდეებს უწოდებს პლატონი და დღესაც ყველა იმეორებს იდეები. ამ დროს არ არის, თქვით ჩვენ ეს უკვე ერთხელ, არ არის ეს ხელწამოსაკრავი სიტყვა, ხო? უნდა ახსნას ადამიანმა რა არის იდეა. ყველა სიტყვა უნდა ახსნათ, რომელსაც ვიყენებთ და რომელიც არ არის თავისთავად გასაგები. ხო, ყველა იყენებს რაღაც სიტყვებს და ეს სიტყვები ამ დროს ყველას ისე სხვანაირად ესმის, რომ წარმოიშობა გაუგებრობა.
ან ყველა ბედნიერია და კითხვაც აღარ სვავს. ესეც ერთი ნიშანია, რომ ყველას რაღაცა სხვადასხვა დაიწყდეს. ერთი და იგივე სიტყვა. ხანდახან. მოკლედ, საზრისების სამყარო, უწოდოთ ამას იდეების სამყარო პლატონისეულად, აღმოაჩინა და ჩამოაყალიბა სოკრატემ პლატონმა. და ამით დაიწყო, ეს არის ასე ვთქვათ ნაკადული, რომელიც მერე მდინარე ხდება, ხო? აქედან იწყება ეს ფილოსოფია და ამ მდინარესთან მდინარე ყველა უცვლის ამ მდინარეს შემდეგ კალაპოტს, ხო? პლატონე მოდის და ავიწროებს, ან აფართოებს ამ მდინარეს, როგორც გინდა ისე დავარქვათ. ყოველ შემთხვევაში ამბობს, რომ ეს არა მარტო სიბტყე არის, არა მარტო არსებობა აქვს ამ სიბტყეს საზრისებისა, იდეების სამყაროს, არა მარტო არსებულია ეს იდეების სამყარო, არამედ შეცნობადიც. ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არ აგვერიოს, შეიძლება რაღაცა იყოს არსებული და არ იყოს ცნობადი. ანუ შეცნობადი. ხო? პლატონი ამბობს, რომ ეს არსებული საზრისები შეცნობადია ისე, რომ მე ცოდნას ვიღებ ამათგან, ამის შესახებ ცოდნა მაქვს, და ამ ცოდნით შემიძლია შემდეგ ჩემი ცხოვრება განსაზღვრო, ჩემი სულის ცხოვრება ისე განსაზღვრო, რომ ამ ქვეყანაზე ყოველ შემთხვევაში სანამ ამ წუთის სოფელში ვარ, მოვაგვარო, დავლაგდე ამ ცოდნით. ხო? ორი უკვე დავასახელეთ. ასე ვთქვათ, სოკრატე და პლატონი, თუმცა პლატონთან წერილობით ესენი არ გაიყოფიან, მაგრამ ფორმალურად შეიძლება გავხდით, ხო? ეს ცალკე კითხვაა, ფილოსოფია, წერილობითი მეცნიერება თუ სიტყვიერი. ასე ვთქვათ, ზეპირსიტყვიერია არის თუ წერილობითიც არის, ხო? ვინაიდან არ დაგვაუწყდეს დიდი განსხვავება დაწერილ სიტყვასა და ნათქვამ შორის, ხო? ჩვენ ხშირად ესეთი ერთი შეხედვით დაფარული განსხვავებები გვავიწყდება და ყურადღებას არ ვაქცევთ, როგორც არის ნათქვამი სიტყვა და დაწერილი სიტყვა. დიდი სხვაობა მათ შორის. ისევე როგორც მაგალითად კერძოდ ნათქვამი სიტყვა და საჯარო სიტყვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგივე საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ მეცნიერებაში, ან პრაქტიკულ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. პლატონის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი სახელი არის არისტოტელე, დავსვათ არისტოტელე იგივე მდინარესთან. და შევხედოთ რა იზავს არისტოტელე, შეავიწროვებს, გაასწორებს, ასე ვთქვათ, მდინარის დინება, კალაპოტს, შევასწოროთ მდინარის დინება უიტყვის, რაღაცა არასწორად წავიდა ეს კალაპოტიო და ამ შესწორებას იგი გამოაცხადებს ასე, რომ ეს შეცნობადი იდეები, ეს ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ამ იდეებისგან, ამ საზრისებისგან, არის აუცილებელი. ანუ არისტოტელეს შესწორება ამ საწყი და გასწორება მდინარის კალაპოტის მდგომარეობს იმაში, რომ მან აუცილებლად გამოაცხადა ეს ცოდნა. ან უფრო მარტივად რო ვთქვა, თუ ჩვენ სწორად ვიფიქრებთ და დალაგებულად ვიფიქრებთ, მივალთ იმ იდეებამდე, იმ პირველ ნაკადულის საწყისამდე, იმ პირველ იდეამდე, რომელიც სოკრატემ, როგორც ობიექტური საწყისი, ერთი საწყისი, რასაც ჩვენ ობიექტური დასამაბი დავარქვით, იპოვა და აღმოაჩინა, რომელსაც პლატონმა შემდეგ იდეების სამყარო დაარქვა და ამ სამყაროში დასაბამად სიკეთის იდეა გამოაცხადა, ანუ თვითონ აი ამ სამყაროსაც თავისი დასაბამი აქვს, საიდანაც ნაკადული გამოდის. ეხლა კი არისტოტელე ამბობს, რომ კი ბატონო, არის საზრისების სამყაროც, რომელიც არის ობიექტური, არის ერთი დასაბამი. ეს დასაბამი შეცნობადია, როგორც პლატონმა თქვა,
და ამის შესახებ ცოდნაც შეგვიძლია გაგვეჩნდეს, ამას ვეთანხმები. მაგრამ უნდა დაემატოს ამ ყველაფერს, რომ ეს ცოდნა არის აუცილებელი. არა შემთხვევითი, არა შესაძლებელი, არა სხვადასხვანაირი, არამედ აუცილებელი. სწორად თუ ვიფიქრებთ და დავალაგებთ დასაბამის, საწყისის, ანუ იმასაც პრინციპს უწოდებენ, არხეს უწოდებენ, ანუ პრინციპს უწოდებენ, ქართულად ვთქვათ, მოდი დასაბამი უწოდოთ, ერთი დასაბამი, ერთი საწყისი. აი ამ საწყისის შემეცნება არის უცილობელი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არისტოტელე ამბობს, რომ არის უცილობელი. კეთილი და პატიოსანის შემდეგ გადის დრო და მდინარესთან მოდის პლოტინი, რომელიც ახტაცებით ეგებება ამ მდინარეზე გამოთქმულ შეხედულებებს, მდინარის საწყისსა და მდებარეობას და დინებას, უბრალოდ ამატებს იმას, რომ ამ უცილობელი პირველი საწყისის და დასაბამის ცოდნა არ არის უპირობო. ამ ცოდნას აქვს წინაპირობა. ამ წინაპირობის გარეშე ეს ცოდნა არ არსებობს და ამ წინაპირობას ქვია აბსოლუტური ერთიანობა. აბსოლუტური განუყოფელი ერთიანობა, ანუ რაღაცა ერთი, რომელიც არის აბსოლუტური და განუყოფელი. და ამ ერთს ავხედავთ ჩვენ, ყველაფერში ერთს ხედავთ. გაიხედეთ, გამოიხედეთ, თქვა პლოტინმა, ეს მდინარეც კი ერთია, თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ის ცოდნაც ერთია და საერთოდ ყველა საგანი, რაკეთ იქით რომ გაიხედეთ, გამოიხედებით, არის ერთი. თქვენ ყველგან ხედავთ ერთს. და თქვენი ცოდნისა და შემეცნების წინაპირობა სწორედ არის ეს ერთი. აი ეს ერთი როა ყველაფერი. ჯერ ცალ-ცალკე როა ერთი და შემდეგ მთლიანობაშიც რო საერთოა ამ ერთიანების საერთოც რო ერთია. ასე ვთქვათ. აი ეს დაგავიწყდათ გეთქვათო, ვერ დაინახეთ ამ მდინარეში თქვენო, ამიტომ მდინარის კალაპოტი უნდა გასწორდეს კიდევ ერთხელ. დინებაც უნდა შესწორდეს, რომ ჭალები უფრო განოყიერდეს, უფრო ლამაზი განაშენიანება, ბუნებრივი ხეივანი აღმოცენდეს და გაიხაროს ყველა ცოცხალმა ორგანიზმმა ამ ჭალებში. მოკლედ, პლოტინის მერე გვაქვს მდგომარეობა ისე, რომ არსებობს ერთი საწყისი ყველაფრის, ეს საწყისი არის შეცნობადი და ცოდნა მიღებადი და მიღებადი ისე, რომ სწორად თუ ვიფიქრებთ, უცილებლად მივალთ ამ ერთ საწყისამდე და ამ ერთ საწყის აქვს წინაპირობა, რომელიც ჩანს, რომლის გარეშე ეს ცოდნა და შემეცნება ვერ შედგებოდა და ამ წინაპირობას ქვია აბსოლუტური განუყოფელი ერთიანობა. რაღაც ერთი, რომელიც არის ყველაფრის წინაპირობა და არის აბსოლუტურად თავის თავში გაუყოფადი და ერთიანი. კეთილი და პატიოსანი. შემდეგ გადის ცოტა დრო, იმდენი დრო არ გადის და აი ამ მდინარესთან ჩნდება ავგუსტინე. უყურებს ამათ ყველას და ამბობს, რომ უი, ეს რა კარგი რამე გიქნიათ, რა მდინარე წამოსულა, რა ხეივანი გაშენებულა, რა ლამაზი ჭალებია, სადაც ულამაზესი ჩიტები გალობენ და სიმწვანეა, სუფთაჰაერია და ტკბება ადამიანი ამ ყველაფრით, მაგრამ
ჭალები ჭალებად, მაგრამ ეს ყველაფერი რომ მაინც ჭკნობადია და ცუდომადია. ეს იმიტომ რომ კალაპოტს რაღაცა აკლია. ამ კალაპოტს და დინებას თქვენ რაღაცა დააკელით და რაღაც ვერ დაინახეთ, ან არ დაინახეთ. თავიდანვე რომ სწორად მიგეცათ გეზი ამ დინებისთვის, უფრო კარგი ჭალები იქნებოდა და არ იქნებოდა ასე ჭკნობადი და ცუდომადი და კუდომადი ყველაფერი. მოკლედ ფიგურალურად რომ წარმოვიდგინოთ რომ ავგუსტინეს ყველაფერი თქვა, არსობრივად შეგვიძლია მას მივაწეროთ რომ ასე დაახლოებით ასე იფიქრა, ყოველ შემთხვევისათვის გადაწყვიტა კალაპოტის კიდევ ერთხელ გასწორება, უფრო თვალშისაცემი შესწორების შეტანა და განაცხადა რომ ეს პირველი საწყისი თქვენ რო აღმოაჩინეთ და სწორად აღმოაჩინეთ. შეცნობადია, კი ბატონო, ხელს ვაწერთ და გეთანხმებით. ცოდნა მიღებადია, ცოდნა ნამდვილი და უტყუარი მიღებადია, კი ბატონო, გეთანხმებით. ეს ცოდნა არის უცილობელი, აუცილებლობით გამსჭვალული, ამაშიც გეთანხმებით. და იმაშიც კი გეთანხმებით, რომ ამ ცოდნის წინაპირობა არის თვისება, რომ იყოს ერთი. ყველაფერი არის ერთი და აი ეს აბსოლუტური ერთიანობა წინაპირობა ყოველგვარი შემეცნების. და წინაპირობაა იმ პირველი საწყისის და დასაბამის. ანუ ის პირველი საწყისი და დასაბამი ჩვენთან შემოვიდა შემეცნებისთვის წინაპირობით იმისა, რომ დავინახავდით, რომ ყველაფერი არის ერთი. ერთის წინაპირობით მოდის ყველაფერი. ყველაფერი კი არ არის ერთი, რა თქმა უნდა, ყველაფერი განსხვავებულია და ყველაფერი სხვადასხვა, მაგრამ ამ სხვადასხვის წინაპირობა არის ყოველთვის ერთი, რომელიც არის სუფთა თავის თავში და განუყოფელი. ამ ყველაფერს ავგუსტინე იმეორებს, აწერს ხელს და ამატებს იმას, რომ თავარი დავიწყდათ, აცხადებს ავგუსტინე და თავარი ვერ შეამჩნიეთ თქვენ. თუმცა ოჩახ თქვენ რო შეამჩნიეთ, რომ აბსოლუტური ერთი არის წინაპირობა საწყისის და დასაბამის ამ დინარისა. ვინაიდან ერთი წყაროდან, ერთი ნაკადულიდან არის ყველაფერი. სახელდობ ვერ შეამჩნიეთ ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ამ ერთმა, აბსოლუტურა ერთმა თვითონ გადაწყვიტა, რომ დაგნახებოდათ. თვითონ მოვიდა თქვენთან. თვითონ გახადა თავის-თავი შემეცნებადი. თქვენ რომ მარტო გდომოთ, მარტო თქვენი ნება რომ ყოფილიყო შემეცნება, ან შეიმეცნებდით ან არა. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მარტო თქვენი ნება რომ ყოფილიყო კალაპოტების ცვლა და დინებისთვის სწორი მიმართულების მიცემა და ჭალების განაშენიანება, შეიძლება საერთოდ ვერ გიქნათ ეს. კლდეებიდან წყალი რო არ წამოსულიყო და მანამდე კლდეებში წყალი რომ არ შენახულიყო და საერთოდ ბუნებრივი პირობები რო არ ყოფილიყო ასეთი, რომ საიდანღაც წამოწამწყარდებოდა პატარა რუ, რამდენიმე რუ შეიძლება ბოლოს ნაკადულად შეიკრებოდა და შემდეგ შეიკრებოდა მცირე მდინარეთ და შემდეგ გადიდებოდა. მოკლედ, თქვენი ნება ეს არის მისი შემეცნებადობა, რასაც თქვენ იძახით, რომ არის ის ერთი დასაბამი საწყისი, რომლის ცოდნაც გვაქვს, შემეცნებადობაც გვაქვს. და თვითონ ის ერთიც კი წინაპირობა ამ შემეცნებადობის. ეს ამ ყველაფერს თქვენ სწორად იძახით. მაგრამ გავიწყდებათ, რომ მას უნდა ექნა ეს, რომ თავის-თავი გაეხადა შემეცნებადი. ის შემოვიდა და დამიდგა წინ და გამოგვედა თქვენს დაგიდგა წინ, თქვენ უბრალოდ ეს ვერ შეამჩნიეთ და გახადა თავის-თავი შემეცნებადი. აი როგორც გამოსვლის წიგნში ბიბლიის 33 თავის 18-დან 23 მუხლამდე არის ესეთი ისტორია, რომ მოსე სთხოვს
აბსოლუტურ ერთიანობას, ფილოსოფიურად რო ვთქვა, აბსოლუტურ ერთს, ანუ ცოცხალ ღმერთს, ბიბლიურად რო ვთქვა, სთხოვს რომ დამენახეო რა, ნახვა მინდა შენიო, აღარ შემიძლია ესე იგი ძალიან მინდა ნახავო და გასაგებიც არის ადამიანურად, ხო, ანთროპოლოგიური მოთხოვნილება არის, რომ ვიღაცა რომ გესაუბრება და თან გესაუბრება არა უბრალოდ, არამედ ისე, რომ ამ საუბარს მოყვება კონკრეტული ხდომილებები, რაც ცვლის შენ ცხოვრებასაც და გარემოსაც და მთელი საზოგადოებრივ ცხოვრებასაც შენს ირგვლივ და ალბათ აღტკინებული ხარ და უკვე გონსაღარა ხარ ეს ხმა, რომელიც გესაუბრება და ხანდახან რაღაც მოვლენები თავის თავსაც აჩვენებს. გინდა რომ უფრო ახლო ნახო საიდან მოდის ეს ხმა, ვინ არის ასე ვთქვათ გამომწვევი ამ ხმის, ვინ არის პატრონი და ბატონ პატრონი ამ ხმის და ეკითხები რომ დამენახე, აღარ შემიძლია დამენახე ვინ ხარ. შენი დანახვა მინდა უშუალოდ. და გახსოვდება და ამ ისტორიაში ეს ერთი ცოცხალი ღმერთი რას პასუხობს მოსეს სახელმწიფო იმას გადახედეთ 22 და 23 მუხლს ამ 33 თავში გამოსვლისა რომ მაქსტურულს კი აგისრულებ იმიტომ რომ უერთობა მაინც სიყვარულით და რჩეულობით უარს არ ეუბნება მოსეს მაგრამ ხელი უნდა აიფარო თვალებზე და მე ჩავივლი და რომ ჩავივლი მე ჩემს ზურგს დაინახავ გესმის ხო ეს მეტაფორული ზურგს დაინახავ რა ზურგს დაინახავ რომელი ერთი აბსოლუტური ზურგი შეიძლება აღწეროთ რა არის ეს ჩვენ არ ვიცით რა არის ზურგი რომელიც მოსემ დაინახა მაგრამ მანამდე თვალებზე ხელი აიფარა რომ როგორც უთხრა ერთმა აბსოლუტურმა ცოცხალმა ღმერთმა და იქ განუმარტა კიდევაც რატომ აი იმ ადგილს რო წაიკითხავ თქვენ ნახავთ განმარტებას გირჩევთ წაიკითხოთ მე მოკლედ გეტყვით რომ განუმარტა ის რომ ჩემი შეხედვა და სულის გატევება ერთი და იგივე ერთი საქმეაო ანუ ვერ გადარჩები არა ვერ გადარჩები არა მხოლოდ იმით რომ მოსე მაგალითად გარდაიცვლებოდა ეგრევე და არამედ უბრალოდ აორთქლდებოდა აღარ იქნებოდა და გასაგებიც არის ფილოსოფიურადაც გასაგებია, თეოლოგიურადაც გასაგებია და აზროვნებითაც გასაგებია, რომ თუ აბსოლუტური ერთი განუყოფელი, სრულყოფილი, ყოვლის შემძლე და ყოვლის საწყისი არის და ეჭვი არ არის რომ არის არც მოსესთვისაც და არც სოკრატედან ავგუსტინემდე დამთავრებული ამათთვისაც ეჭვი არ არის, მაშინ მისი უშუალო და პირდაპირ დანახვა როგორც ადამიანი აღიქვას ხოლმე საგნებს ადამიანისთვის კარგად არ დამთავრდება. ვინაიდან მრავალსახოვანი, ცალკეული, საგანი, ერთეული ორგანიზმი, ან ერთეული არსება აბსოლუტურის წინაშე ვერ შედგება და ვერ შეინარჩუნებს თავის თავს. იგი გაუქმდება ვინაიდან აბსოლუტურის წინაშე გაუქმება აბსოლუტურის წინაშე რჩება მარტო ეს ერთი სუფთა და წმინდა ერთიანობა სახელად ღმერთი. ჩვენ იმიტომ ვართ ამ მრავალსახოვან სამყაროში, იმიტომ რომ ეს სამყარო გამოყოფილია, შექმნილია ღმერთის მიერ იმისთვის, რომ აქ ჩვენ ვიცხოვროთ, თორე აბსოლუტურთან რო ვიყოთ და აბსოლუტურში რო ვიყოთ, იქ ჩვენი რაობაც და ჩვენი ვინაობაც არ გვექნებოდა. მოკლედ, ჩემო კარგებო, ავგუსტინე, ეხლა მე ამ კალაპოტს საფუძვლიანად შეგისწორებთო. იმითი, რომ უნდა ყველა თქვენთაგანმა დაუმატოთ ეს წინაპირობა, რომელიც თქვენ სამწუხაროდ დაგავიწყდათ, ის რომ მან თავის თავი თვითონ გამოაჩინა, შემეცნებადი გახადა, მისი ნება იყო ის, რომ იგი შემეცნებადია ჩვენთვის და აქედან იწყება ფილოსოფია, ნამდვილი შემეცნებადობა სამყაროს იწყება იქიდან, რომ მან შემეცნებადი ჩვენი ცნობიერებისთვის გახადა თავის როგორც დასაბამი და სამყაროც, რომელიც ერთმანეთზეა გადაბმული და რომელიც მან კარგად იცის, რომ და ვინაიდან ჩვენ მოგცა შეცნობადობის უნარი, რომ ესეც მასზეა გადაბმული. ხიდია მოკლედ გადებული მას და სამყაროს შორის, რომელშიც ჩვენ ვართ ხიდის ბოლოში, მეორე ბოლოში, შეცნობის ორგანოთი და შეცნობის ინსტრუმენტებით და შეცნობის ხერხებით. რომელთაც მანვე დაგვასაჩუქრა.
სანამ შემდეგ თავის თავს გახდიდა შეცნობაც. ასე ამგვარად ავგუსტინემ რაღაცნაირად ეს ანტიკური ფილოსოფიური ეტაპი დაასრულა აი ამ შესწორებით ამ კალაპოტის და დაიწყო ის, რასაც ჩვენ თანამედროვე ფილოსოფიას ვეძახით იმ გაგებით, რა გაგებითაც შუა საუკუნეებში და ახალ დროში ამას ხშირად ერთმანეთისგან ყოფენ, მაგრამ ჩვენ აი აქ გავყავით ანტიკური შესავალი, ასე ვთქვათ, ფილოსოფიის და ფილოსოფიის შემდეგი სვლა, ანუ ამ დინარის შემდეგი სვლა, რომელსაც ჩვენ შუა საუკუნეებში ვიცნობთ, როგორცაც ჩვენ შუა საუკუნეებში ვიცნობთ ამ დინარეს და შემდეგ ახალ დროს და იქაც შემდეგ შევხედავთ, ვინ მიდის კიდე მდინარესთან, როგორ ცდილობენ კალაპოტი კიდევ უფრო გაასწორონ და შეასწორონ და ახალი ჭალები ააშენონ და რა ხერხებით და შესწორებებით ასაბუთებენ ამას.